ამ საცხოვრებელი სახლის სახურავზე ყოველდღიურად 12 ადგილობრივი მუშაობს. ჭიათურაში ჭავჭავაძის ნომერ 8-ში მდებარე კორპუსზე სახურავის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. დასლაიდოლია და ჩამოდიდა წყალი. თხოვეთ მერე თავრობას და მეგოხმარენ სახურავი მოგცეს მარტო შეშტი მოგცეს. ავარი უნდგომარეობაში იყო წყალი ჩამოდიოდა როგორც ქუჩას იწვიდა. და ვეცადეთ და გავაკეთეთ რა. როგორც საჭირო იყო და მეტი უკეთესი არ შეიძლება. მადლობა მერიასაც და მადლობა ყველასო. დახმარებას გაგვიწიეს. ამას ამდენ ალუნის ვინ იყიდი და ყურის ფული არ აქვს ხალხს. სამუშაოები მობინადრეებისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამონაწილეობით ხორციელდება. მოვიტანეთ თუნუქის სახურავი, ვიყიდეთ მასალა თო მოსახლეობამ ასე რომ ვთქვათ, ხის მასალა და ვაკეთებთ ისე რომ რამოდენიმე წლები წყალი აღარ შეგვაწუხებს და უფრო თავისუფლად იქნებით. ჩვენც და რა თქმა უნდა გამგეობასაც აღარ შეგვაწუხებთ ამ მხრივ. კორპუსის სახურავი ბოლოს 10 წლის წინ გამოიცვალა. რბილი რუბეროიდის საფარი დროთა განმავლობაში დაზიანდა და მცხოვრებლებს პრობლემები შეუქმნა. დაზიანებული იყო ეს 10 წლის უკან დავხურეთ ჩვენ ტოლით მოგცა თავრობამ და გავაკეთეთ ტოლით. იმის შემდეგ უკვე აღარ იყო ეს ტოლი დაზიანებული იყო, წყალი ჩამოდიოდა ყველასთან თითქმის. იმის შემდეგ შევიტანეთ განცხადება და მოგცეს თუნუქის სახურავი. თავრობამ ის გამგეობის დამსახურება რა თქმა უნდა და ჩვენი ბინის აქტიურობაც რა თქმა უნდა. 4 დღე მაინც მინდა კიდე. 4 დღე. ღმერთს ვეხვეწებით რომ არ გაგვიავდარდეს ამ 4 დღე. თუ გავდარდება მაინც თავი ქუჩში გვაქვს. განცხადება გამგეობაში მოსახლეობამ აპრილის თვეში შეიტანა. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურმა მათ თუნუქის სახურავი გადასცა. საჭირო ხის მასალა კი კორპუსის მცხოვრებლებმა საკუთარი სახსრებით შეიძინეს. ჩვენ ამ ეტაპზე მთლიანად დავაგმოვებილოთ მოსახლეობა და კერძო სახლებზე ჩვენ ამის პროექტი არ გვაქვს და ამის პროგრამა არ არის, სახელმწიფო პროგრამა არ არის, მაგრამ იმის გამო რომ კორპუსები ცნობილია ჭიათურად მაღლები კორპუსებით და თითოეულ კორპუსში სულ მინიმუმ 36 ოჯახი ცხოვრობს. ჩვენ ვიჩეთ ქალაქის გამგეობა იჩეს კეთილნებას და თანადამფინანსებით, ვეხმარებით ამ კორპუსებს. თუ არის რუბეროიდი დასახული რუბეროიდის ვაზრებთ, თუ არის თუნუქით დახურული მოსახლეობასაც შეთანხმებით, თუ ის პირობა იქნება რომ აუცილებლად შეიკრიბება და მოსახლეობა თვითონ იქნება ესეთი მონდომებული რომ ფული ეიკრიბოს და იყინონ ხეტყე, ვაზრებთ თუნუქსაც. სამუშაოები 5 დღის წინ დაიწყო და სავარაუდოდ ის 4 დღეში დასრულდება.